ამდენ მნიშვნელოვანი დედის ლოცვა და როგორი დიდი ძალა აქვს დედის ლოცვას და აი ესეთი რაღაცა მითხრა სიტყვები და ჩამცა ძალიან გონებაში რომ ყველა დედას მინდა გავაგებინო რომ როგორი ძალა აქვს დედასო რომ დედა რო გულით ხოს როგორ შეისმენს ღმერთი ამას და როგორ შეუძლია დედის ლოცვას რომ ყველა შვილი გადაარჩინოს აი მართლა დიდი ძალა აქვს დედის ლოცვას საოცარი ძალა აქვს და ნებისმიერ აი დედა თუ მართლა რატო თქო დედა ღვთისმშობელს იმიტომ რომ დედა ღვთისმშობლის იმედი აქვს ზუსტად ვიცი აი დედა ღვთისმშობელს თუ გულით ხო ამ ყველაფერს აუცილებლად დასრულდება თან ერთი რამე არის აი ლოცვაში როცა ეჭვ გეპარება ლოცვაში ხო არ გისულდება ეს რატო წერია სახარებაში გავსა წერია რომ აი სარწმუნოებისა თქვენისა მოგეგოს თქვენ სარწმუნოებას დიდი ძალა აქვს უდიდესი ძალა აქვს სარწმუნოებას ამიტომ ადამიანთან რომ მიდიხარ ახლა წამოდი რაღაც სათხოვარს ესე უბრალოდ მაგალითად რო ავიღოთ ახლა მიდიხარ ადამიანთან რაღაცის ხოვნა გინდა და როგორ მიდიხარ იცი აი თუ მომცემს თუ არ მომცემს არ მომცემს ახლა იმედი რო არა გაქვს ახლა და სათხოვარსაც ისე ვერ ეუბნები იმიტომ რომ არ გჯერა რომ დაგეხმარება არც მიდიხარ და ამიტომ შენი სათხოვარიც გულიდან ამოსულიც არ არის იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ მიხვალ მასთან შინაგანად აი თუ მომცემს თუ არა და ის მომცემია ახლა თან ესეთი იმით რომ მიდიხარ ახლა ვერ დაგეხმარება მაგრამ თუ შენ სულ დარწმუნებული ხარ სულ ისეთ ამიდიხარ რომ ზუსტად იცი თუ შენი უეჭველი დაგეხმარება შენი სათხოვარი სხვანაირია და ზუსტად იცი ის ვისაც მიმართავ რომ ის ზუსტად ის შენ სათხოვარი შეისმენს და უცხო გააკეთებს ამ ყველაფერს და ამით გჯერა და გწამს და შენი უეჭველი გისურვებს ამ ყველაფერს ჩვენი პრობლემა რა